ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღეა და სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. თუმცა სანამ უშუალოდ თემაზე ვისაუბრებდეთ, შეგახსენებთ, რომ რუბრიკის სპონსორია დეკლარი, შვეიცარიული პრემიალური ბრენდი, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიო ბაზარზე. ეს არის ბრენდი, რომელიც შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის და ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მას ასე დღეს ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემის ჯანმრთელობაზე და კერძოდ კი ოსტეოპოროზზე ვსაუბრობთ და ჩვენი გადაცემის სტუმარია ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის ძვლის მეტაბოლური დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა ცაგარელი. ქალბატონო მარინა, უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და მოდით პირველ რიგში თქვენ მოწვევისთვის, მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მოდით აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა არის ოსტეოპოროზი, რა რისკებთან არის ის დაკავშირებული, რა არის მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები. ოსტეოპოროზი გახლავთ ჩონჩხის სისტემური დაავადება, რომელიც იწვევს ძვლის სიმტკიცის დაქვეითებას, რის შედეგადაც ვითარდება მოტეხილობები. ეს დაავადება იმით არის საყურადღებო, რომ მიმდინარეობს ჩუმად და უსიმპტომოდ და ძალიან ხშირად ვითარდება, ვლინდება მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ. ასევე ამ დაავადებას დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის დაკავშირებულია ცხოვრების ხარისხის ძალიან მნიშვნელოვან გაუარესებასთან და ხშირად ლეტალურ გამოსავალთან. დიდი მადლობა. რა არის მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები და ჩვენ ბავშვებში მაგალითად ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ გვაქვს გარკვეული პრობლემები, მაგალითად რაქიტის სახით, რომელიც გარკვეულწილად ძვლის სიმკვრივეს არღვევს. ბავშვთა ასაკში გვხდება, შემდგომში უკვე რა თქმა უნდა არ არის და ოსტეოპოროზის და ოსტეომალაციის თქვათ შეიძლება ნიშნებით იყოს წარმოდგენილი. რა არის მოზრდილებში ოსტეოპოროზის მიზეზი და არის თუ არა ის ასაკობრივ რაღაც ჭრილში განიხილება თუ არა, არის თუ არა ის მისი სიხშირე გარკვეულ ასაკში იმატებს თუ არა, თუ ის შეიძლება აბსოლუტურად ერთნაირად შეგვხვდეს როგორც ახალგაზრდა ადამიანებში, ვთქვათ ისე უკვე ასაკოვან პირებში. ოსტეოპოროზის ყველაზე გავრცელებული ფორმა გახლავთ პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი. ის ვითარდება ქალბატონებში ძირითადად ჰორმონალური ცვლილებების შედეგად მენოპაუზის შემდგომ. თუმცა ის ხდება ასევე მამაკაცებში, ეს დაკავშირებული არის ასაკთან და ასევე შეიძლება შეგვხვდეს ახალგაზრდებშიც, მაგრამ ახალგაზრდებში უფრო იშვიათია თუ ხდება ახალგაზრდებში ის ყოველთვის არის მეორადი ოსტეოპოროზი, ანუ მას აქვს რაღაც კონკრეტული მიზეზი, გამოწვეულია ზოგიერთი მედიკამენტით ან ზოგიერთი დაავადებით. კი ბატონო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ჩვენი ძვლების სიმტკიცისთვის ძალიან ბევრი მიკროელემენტი და მინერალი არის საჭირო და რაღაც წლების წინ საერთოდ ჰქონდა დიდი ბუმი, ყველამ კარგად ვიცით, D ვიტამინთან დაკავშირებით. იყო გარკვეული რეკომენდაციებიც, რომელიც ამას მოგვიწოდებდნენ, რომ თქვათ გარკვეულ ასაკში, არა მარტო ბავშვთა ასაკში, არამედ შემდგომაც, იგივე პოსტმენოპაუზის და მენოპაუზის შემდგომ შესაძლებელი ყოფილიყო რეკომენდაცია იყო, რომ მიგვიღო D ვიტამინი, რომ სწორედ ოსტეოპოროზისგან თავი აგვერიდებინა, თუმცა ვიცით, რომ ეს რეკომენდაციები საკმაოდ შეიცვალა, ანუ ძალიან შეიცვალა და თუ შეიძლება მოდით გითხრათ, რამდენად და რა გავლენა აქვს D ვიტამინს ოსტეოპოროზის განვითარებაში და რა შემთხვევაში არის საჭირო მისი მიღება, საჭიროა თუ არა მისი გამოყენება პრევენციის მიზნით. D ვიტამინი ძვლისთვის გახლავთ აუცილებელი, ისევე როგორც კალციუმი. D ვიტამინი რა თქმა უნდა გამოიყენება ამიტომ ოსტეოპოროზის პრევენციისთვის, ისევე როგორც კალციუმი და რაც შეეხება ახლა მის დოზებს, მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო ხანებში მართლაც შეიცვალა ეს რეკომენდაციები. რეკომენდებული არ არის ძალიან დიდი ბოლუსური დოზებით D ვიტამინის მიღება, უმჯობესია რომ მივიღოთ
ყოველდღიური დიახს დოზა როგორც პრევენციისთვის, ასევე შემდგომში მკურნალობისთვის, იმიტომ რომ როდესაც ინიშნება ოსტეოპოროზის მკურნალობა, აუცილებელია ჯერ ერთი რომ D ვიტამინი იყოს, ну, თქვათ 20-ზე მაღალი, არ იყოს დაბალი და შემდეგ აუცილებელია შემანარჩუნებელი დოზის მიღება. ესე იგი, მას შემდეგ რაც გამოსწორდება D ვიტამინის დეფიციტი და D ვიტამინის დეფიციტისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი დოზა არის საჭირო, მაგრამ იმის შემდეგ რაც ჩვენ მივახცევთ სამიზნე კონცენტრაციას, უკვე შემანარჩუნებელი დოზა ხდება საჭირო. ეს გამომდინარე დღევანდელი ჩვენი, ესე იგი, ყოფიდან საოფისე შენობაში ჰიპოდინამია, ზისხილების დეფიციტი და აქედან გამომდინარე საჭირო ხდება მინიმალური დოზით მიღება D ვიტამინის. თუ შეიძლება აქვე დავამატებთ, რომ აი ეს უსაფრთხო დოზა სრულიად D ვიტამინის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ, ეს არის 800-1000 საერთაშორისო ერთეული დღეში და ზოგიერთ შემთხვევაში 2000 საერთაშორისო ერთეული. თქვათ ასე 1000-2000 ერთეული. რამდენად ყოველთვის არის საჭირო D ვიტამინთან ერთად, თქვათ, კალციუმის გამოყენებაც, ამაზეც რო ვისაუბროთ, გჭირდება თუ არა? საერთოდ სანამ გადავწყვიტავთ, რომ თქვათ, დავიწყოთ და მივიღოთ D ვიტამინი ან კალციუმი, გჭირდება თუ არა გარკვეული გამოკვლევები და თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ოსტეოპოროზი ეს არის დაავადება, რომელიც შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამიტომ როგორ და რა ასაკიდან არის აუცილებელი, რომ ჩვენ გარკვეული სკრინინგი ჩავიტაროთ იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ, ხომ არ გვაქვს ეს პრობლემა და შემდეგ შესაბამისად ვიმკურნალოთ. რა სკრინინგით, აი რა უნდა გავაკეთოთ, ანუ რა კვლევები უნდა გავიკეთოთ, ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, იცით რა პრევენციაზე, როდესაც არის ოსტეოპოროზის პრევენციაზე საუბარი, უკვე ეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ოსტეოპოროზის პრევენცია იწყება ბავშვობის ასაკიდან, იმიტომ რომ თინეიჯერების ასაკში ხდება ძვლის პიკური მასის ჩამოყალიბება, ეს არის ძვლის ის მასა, დიახ, ბატონო, მაშინ რა თქმა უნდა ოსტეოპოროზის განვითარების რისკი არის დიახ მაღალი. ამიტომ აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოზარდის პიკურმა მასამ მიაღწიოს იმ მნიშვნელობას, რაც მისთვის გენეტიკურად არის განსაზღვრული. შემდგომში ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო, ანუ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კონდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ანუ კვება, ადეკვატური რაოდენობით მივიღოთ კალციუმის შემცველი პროდუქტი და ეს გახლავთ რძის ნაწარმი პირველ რიგში, ну სხვაც არის, მაგრამ რძის ნაწარმს ვერაფერი ვერ ცვლის. რძის ნაწარმი, ფიზიკური აქტივობა და ჩვენი D ვიტამინი უნდა იყოს ჩვენი ჩონჩხისთვის, სწორედ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც სამწუხაროდ და ჩონჩხის განვითარებისთვის. და D ვიტამინი უნდა გქონდეს ნორმაში. ამიტომ რაღაც საპრევენციო დოზით D ვიტამინის მიღება არის აუცილებელი. რაც შეეხება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც არის ხოლმე ახლა ესე იგი ზაფხულში თუ ჩვენ თქვათ გარემოში და გარეთ რაღაც დროს ვატარებთ, ეს შეიძლება იყოს სავსებით საკმარისი. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მზის დამცავი ვიყენებთ, მაშინ საერთოდ არ ხდება D ვიტამინის წარმოქმნა დამცავის შემდეგ. ეხლა რაც შეეხება კალციუმს, მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადი მნიშვნელობა აქ ენიჭება ეს პრევენციის შემთხვევაში, იმიტომ რომ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მივიღოთ რძის ნაწარმის საშუალებით კალციუმი და თუ დავუშვათ ვერ ვახერხებთ ამას, შედარებით რომ მცირე რაოდენობით, რაღაც 500 მგ-ის რაოდენობით დავამატოთ მაშინ კალციუმი. ხოლო ოსტეოპოროზის მკურნალობა, როდესაც ინიშნება, მაშინ აუცილებელია კალციუმის მიღება და ალბათ მხოლოდ რძის პროდუქტით ვერ შემოვიფარგლებით. ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურია. ანუ დეფიციტს ვერ ვნახავთ. შესაძლებელია მაინც რაღაც თქვათ ჩივილები იყოს იმ შემთხვევაში თუ გიპოკალცემია ან D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს ორგანიზმში. იცი, D ვიტამინის დეფიციტი, როდესაც საერთო სისუსტე, დაუშვათ რაღაც კუნთების რაღაც ადინამია, აი უფრო ასეთი ჩივილები არის და ეხლა კალციუმს რაც შეეხება, იცით, კალციუმის რაოდენობა, როდესაც მცირდება სისხლში,
მაშინ ხდება კალციუმის გადმოტანა სისხლში ძვლებიდან, რომელიც გახლავთ კალციუმის რეზერვუარი და კალციუმის დეპო ჩვენ ორგანიზმში. ამიტომ სისხლში თუ ჩვენ ვიკეთებთ სისხლის ანალიზს და იქ კალციუმი არის ნორმაში, ეს არ მიუთითებს და საჭიროა დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება. ხშირად არის ხოლმე ჩვენ ზოგჯერ რაკიტის დროსაც ესაც ვატარებთ ამ კვლევას, ძვლები გარბილებულია, ბევრი დეფორმაცია და ამ დროს როკეთდება სისხლში კალციუმი არის ნორმა და ყოველთვის იწვევს ხოლმე მშობელში რომ უიკი მაგრამ რატო უნდა დავლიოთ მაშინ როდესაც ნორმაა იმიტომ რომ ეს ხდება ხშირად სწორედ იმის გამო რომ ძვლებიდან გადმოიტანა ძვლის გაღარიბება კალციუმით და ძვლის სიმკვრივე შესაბამისად მცირდება. რომელი კვლევა არის საუკეთესო იმისთვის რომ ძვლის სიმკვრივე ჩვენ შევაფასოთ? დენსიტომეტრია, ეს არის ოქროს სტანდარტი ძვლის სიმკვრივის შეფასებით. რენტგენული დენსიტომეტრია, რომლის საშუალებითაც ხდება ძვლის სიმკვრივის გამოკვლევა ხერხემლის მალებში, წელის მალებში უпростоრად, ბარძახში და წინა მხარში. ანუ ეს არის ის ადგილები, სადაც ვითარდება ოსტეოპოროზული მოტეხილობა ყველაზე ხშირად. ანუ ოსტეოპოროზისადმი, ძვლის სიმკვრივის დაქვეითებისადმი ყველაზე გრძნობიარე ადგილები ყველაზე ხშირად აქ ვლინდება ძვლის სიმკვრივის დაქვეითება. ეს კვლევა უნდა ჩატარდეს თუ რისკ ფაქტორები ოსტეოპოროზის არ გვაქვს 50 წლის ზევით ქალებში და ნუ სადღაც 60 წლის ზევით მამაკაცებში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არის ოსტეოპოროზის განვითარების რისკ ფაქტორები, რისკ ფაქტორების ახლა ჩამოგვითვალოთ რა რისკ ფაქტორებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრევენცია გულისხმობს ზუსტად ოსტეოპოროზის რისკ ფაქტორების ცოდნას, თუ ჩვენ ვიცით, როდის გვაქვს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, მაშინ შევეცდებით, რომ დროულად ჩავიტაროთ დიაგნოსტიკა, დროულად ჩავიტაროთ მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. ეს გახლავთ მენოპაუზა, მდედრობითი სქესი ქალებში ყველაზე ხშირად ვითარდება და აი მთელი რიგი დაავადებების და მედიკამენტების, რომლებიც იწვევენ უკვე მეორადი ოსტეოპოროზის განვითარებას. ეს გახლავთ მაგალითად ყველაზე ფართოდ გავრცელებული მედიკამენტები, ფართოდ გავრცელებული არა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ხშირად გამოყენებული გლუკოკორტიკოიდები, რომელიც ძალიან ბევრ რამეს აზიანებენ და მათ შორის ძვალსაც დიახ. გახლავთ ფსიქოტროპული მედიკამენტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, კი ბატონო, კუჭლაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს, კი ბატონო და სხვა. და რაც შეეხება დაავადებებს, ნუ დაავადებების ენდოკრინული დაავადებები, იმიტომ რომ როდესაც ხდება ჰორმონული დისბალანსი, ეს აუცილებლად აისახება, კი ბატონო, ძვალზე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სხვათა შორის დიაბეტი და სხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კუჭნაწლავის დაავადებები, იმიტომ რომ როდესაც ხდება, როდესაც მალაბსორბციით მიმდინარეობს, ანუ როდესაც არ ხდება ადეკვატური შეწოვა, აბსორბცია ეს ნუტრიენტების და დიახ, მაშინ ესე იგი არის ოსტეოპოროზის განვითარების დიდი რისკი, რევმატული დაავადებები. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ დენსიტომეტრია ეს არის ოქროს სტანდარტი. და თქვათ რაღაც ასაკის მერე თუ არ არის საერთოდ რისკ ფაქტორები, მაშინაც არის საჭირო რომ სკრინინგი გაკეთდეს. რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიმეოროთ? თქვათ გაკეთდა სკრინინგი, ეს არის თქვათ ყოველწლიურად, 2 წელიწადში ერთხელ თუ აი როგორი არის ყოველწლიურად, იმიტომ რომ მით განსაკუთრებით თუ იქ არის გააჩნია რა მონაცემები გვაქვს, ხო? რა მონაცემია საწყისი? კი ბატონო, რა საწყისი მონაცემები გვაქვს, იმიტომ რომ შემდგომში, როდესაც ინიშნება მკურნალობა, ოსტეოპოროზის, მაშინ მკურნალობის მონიტორინგიც აუცილებლად უნდა მოხდეს დენსიტომეტრიის საშუალებით. და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ აი ხო ითვლება, რომ ოსტეოპოროზს არ აქვს სიმპტომები. ნუ შეიძლება იყოს ყრუტკივილი, დაუშვათ ხერხემლის არებში, ნუ შეიძლება ოსტეოპოროზისგან არ იყოს და სხვა რაღაცამაც რაღაც სპეციფიური არ არის, მაგრამ აი
ტანადობის შეცვლა. აი რაც ადრე ძალიან ხშირად ერთგვარია, ესე იგი მრგვალი ზურგი, როდესაც არის. გავიმართეთ, ხო? მრგვალი ზურგი, აი ეს რაც ადრე ბრალდებოდა მხოლოდ მოხუცებულობას. დიახ, ნუ მე აღმოჩნდა, რომ ეს არ არის მოხუცებულობა, ეს არის დაავადება ოსტეოპოროზი. ასევე სიმაღლის შემცირება. აი თუ ქალბატონს აქვს ეს სიმპტომები, მან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს დენსიტიომეტრიული კვლევა, იმიტომ რომ დროულად დადგინდეს ოსტეოპოროზის დიაგნოზი, იმიტომ რომ დროულ დიაგნოსტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ისევე როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში. უღრმესი მადლობა, ქალბატონო მარინა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რჩევებს ჩვენი ძალიან ბევრი მაყურებელი გაითვალისწინებს და ჩვენს მაყურებელს ტრადიციულად ჯანმრთელობას უსურვებთ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი.